მოგესალმებით ჩემს გამომწერებს და სტუმრებს არხზე Vox Universum, მე ვარ სხივი, მადლობა უკავშირისთვის, თქვენი მოწონებებისთვის და კომენტარებისთვის და განსაკუთრებული მადლობა არხის გამომწერებს ერთგულებისთვის. დღეს გთავაზობთ 2026 წლის აგვისტოს ჰოროსკოპს ვერძებისთვის. ნახოთ თვის ძირითადი ფონური ენერგია და გაშლის ბოლოს ვნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ასევე შევეხოთ ცხოვრების სამნიშნელოვან სფეროს, ეს არის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები, საქმიანი სფერო და თვითრეალიზება, ფინანსური შესაძლებლობები. დავიწყოთ, ვნახოთ თვის ფონური ენერგია, კვერთხების ცხრიანი, სავარაუდოდ ამ პერიოდს საკმაოდ დაღლილი ხვდებით და გაქვთ განცდა, რომ ენერგია არ გეყოფათ თავი გაართვათ მიმდინარე საქმეებს და გაუმკლავდეთ ყოველდღიურ გამოწვევებს. თუმცა აგვისტოს განმავლობაში თქვენ გამოავლენთ განსაკუთრებულ გამძლეობას, შეძლებთ ძალების მოკრებას და პირნათლად შეასრულებთ თქვენზე დაფისრებულ თუ საკუთარი ნებით აღებულ პასუხისმგებლობებს. ამასთანავე იქნებით გაბედულები, შეძლებთ გამოავლინოთ სიმტკიცე და გარკვეული გაგებით სიჯიუტეც კი, რომ არ გადაუხვიოთ დასახულ გეგმას და კეთილსინდისიერად გაართვათ თავი თქვენს მიმდინარე ამოცანებს. თქვენ გაქვთ შინაგანი ძალა და მნიშვნელოვანი გამოცდილებაც, რომ გამოიჩინოთ სიფრთხილე, დაიცვათ საკუთარი საზღვრები, შეხედულებები, საკუთარი ღირებულებები, რწამსი და მსოფლმხედველობა. და ამ არკანის ენერგია გულისხმობს, რომ თქვენ ახლოს ხართ შედეგებთან, თქვენი ახლო მომავლისთვის გათვლილი მიზნების მიღწევასთან, თავარი არ აყვეთ ემოციებს და არ დანებდეთ ამ საკმაოდ რთულ შინაგან მდგომარეობას. ნუ შეგეშინდებათ დროებითი დაძაბულობის, თქვენი მედეგობა და ცხოვრებისეული გამოცდილება იქნება მთავარი გარანტი, რომ ნებისმიერ სიტუაციას გაართვათ თავი. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ენერგია თქვენი პირადი ცხოვრების და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში. მე-16 მაღალი არკანი კოშკი, საკმაოდ მძიმე ენერგია ამ პოზიციისთვის. მაშინაც კი თუ ბარათების ასეთი კომბინაცია გულისხმობს, რომ მძიმე ეგრეთ წოდებული ტოქსიკური ურთიერთობიდან გამოდიხართ, რაც თავისთავად დადებითი ფაქტია, მაინც ეს ტრანსფორმაცია თქვენთვის დაკავშირებული იქნება სტრესთან, ცვლილებების შიშთან, ღელვარებასთან, მიუხედავად იმისა, რომ ეს ენერგია გულისხმობს ნეგატიური, ხელისშემშლელი და შემაფერხებელი ფაქტორებისგან გათავისუფლებას, აგვისტოში საკმაოდ რთული ამოცანების გადაჭრა მოგიწევთ, რაც თქვენგან მოითხოვს გარკვეულ ძალისხმევას, კონცენტრირებას, ბევრი საკითხის გადააზრებას და შინაგანი წონასწორობის შენარჩუნებას. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ბარათი წყვილებისთვის. მონეტების 4-იანი, ამ პერიოდში განსაკუთრებულად გამოავლენთ მესაკუთრულ თვისებებს, შესაძლებელია მოგინდეთ ძალაუფლების მოპოვება და მეტი კონტროლის განხორციელება პარტნიორზე. შესაძლებელია ეს ბარათი მიანიშნებდეს თქვენს ეჭვიან ხასიათზეც, ნებისმიერ შემთხვევაში ვხედავ, რომ თქვენ ყველაფერს აკეთებთ და აგვისტოს განმავლობაშიც შეეცდებით შეინარჩუნოთ არსებული მდგომარეობა. ბარათების ასეთი კომბინაციის გათვალისწინებით გირჩევთ მოეშვათ, პირველ რიგში საკუთარ თავს მისცეთ ამოსუნთქვის საშუალება და დაფიქრდეთ, რამდენად სწორად იქცევით. მოაქვს თუ არა სინამდვილეში სარგებლობა ამ ყველაფერს თქვენთვის. ხომ არ ღირს მოიპოვოთ თავისუფლება და ახალი ფურცელი გადაშალოთ თქვენს ცხოვრებაში, სადაც მეტი შესაძლებლობები მოგეცემათ, რომ იყოთ უფრო მშვიდად, მოიპოვოთ სულიერი ჰარმონია და მეტი ბედნიერებაც.
მათთვის კი ვინც არ იმყოფებით ასეთ კრიზისულ მდგომარეობაში, არკანების ასეთი კომბინაცია გირჩევთ ნაკლებად ჩაებღაუჯოთ მატერიალურ საკითხებს, ნაკლებად დაისტრესოთ თავი ფინანსურ უსაფრთხოებაზე ფიქრით, გამოავლინოთ ნაკლები კონსერვატივიზმი და ნაკლები გაურკვეველი ტრადიციების ერთგულება და მეტად იზრუნოთ, რომ იყოთ უბრალოდ ბედნიერი, აწმყოში, აქ და ახლა. რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხვდება ამ პერიოდს, კვერთხების 6-იანი, აგვისტო თქვენთვის საკმაოდ პოზიტიური პერიოდი იქნება, რომ დაიწყოთ ახალი ურთიერთობა. დაამარცხოთ თქვენში არსებული წინააღმდეგობები, რაც აქამდე ხელს გიშლიდათ გაბედულად გემოქმედათ ამ მიმართულებით. ასევე, თუ რა თქმა უნდა თქვენთვის აქტუალურია ეს საკითხი, ამ პერიოდში წარმატებით შეძლებთ გამოხვიდეთ იმ მძიმე ფსიქოემოციური მდგომარეობიდან, რაც წინა ურთიერთობამ დაგიტოვათ. ან თუ ჯერ კიდევ იმყოფებით გაურკვევლობაში და გიჭირთ გაიაზროთ, რომ ურთიერთობა დასრულდა, აგვისტოს განმავლობაში თქვენ საბოლოოდ შეძლებთ ამ წერტილის დასმას და დიდი ალბათობით ამაში თქვენს გვერდით ახალი ადამიანის გამოჩენა დაგეხმარებათ. ნახოთ თვითრეალიზების რა შესაძლებლობებს გპირდებათ აგვისტოში საქმიანი სფერო, მონეტების 10-იანი, აგვისტო გპირდებათ წარმატებას, სტაბილურობას, აღიარებას და ხანგრძლივი შრომის ბრწყინვალე შედეგებს. თქვენ მოგეცემათ თვითრეალიზებისთვის ყველანაირი შესაძლებლობა, თითქოს თვითონ სამყარო გიხსნით მეტი შესაძლებლობების კარიბჭეს ამ მიმართულებით. აქ არ არის გამორიცხული ზოგიერთი თქვენგანი ანაზღაურების სრულიად ახალ ეტაპზე გადახვიდეთ, როდესაც მნიშვნელოვნად შეიძლება გაიზარდოს თქვენი შემოსავლები. ასევე არსებობს შანსი დაწინაურების, უფრო პრესტიჟულ კომპანიაში გადასვლის, ახალი თანამშრომლობის წინადადების და სხვადასხვა შემოთავაზებების მიღების. ასევე არ არის გამორიცხული დაკავდეთ საოჯახო ბიზნესით ან სახლიდან დისტანციურად გადაწყვეტოთ მუშაობა. ამ პერიოდში შესაძლებელია შემოსავლის დამატებითი წყაროც გაგიჩნდეთ, მათ შორის პასიური შემოსავლის სახით, მაგალითად უძრავი ქონების გაქირავებით, ან სულაც ზოგიერთმა თქვენგანმა შესაძლებელია სოლიდური მემკვიდრეობა მიიღოთ. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია დასაქმებული პირებისთვის. მონეტების 2-იანი, აგვისტოში საჭირო იქნება იყოთ მეტად მოქნილები, სწორად გადაანაწილოთ პასუხისმგებლობები, თქვენი ფიზიკური რესურსი და დრო. რადგან შესაძლებელია ერთდროულად მოგიწიოთ რამდენიმე საქმის შეთავსება, სამუშაო პროცესში რიტმის შეცვლა ან პრიორიტეტების გადალაგება. ამიტომ მნიშვნელოვანია გქონდეთ შესაბამისი სამუშაო განწყობა, აღიჭურვოთ მოთმინებით, იპოვოთ შინაგანი ბალანსის მდგომარეობა, გამოავლინოთ ადაპტაციის საუკეთესო უნარი და თუ საკუთარ ენერგიას სწორად გადაანაწილებთ და შეძლებთ შექმნათ მოქნილი გეგმა, რომ გაუძღვეთ მოსვავებულ საქმეებს, მაშინ თქვენ ყველაფერი გამოგივათ. მათთვის კი ვინც ამ პერიოდს სამსახურის გარეშე ხვდება, მე-14 მაღალი არკანის ომიერება, არკანების ასეთი კომბინაცია მიუთითებს, რომ აგვისტოში თქვენთვის პროცესები დიამეტრალურად განსხვავებული მიმართულებით განვითარდება. იგრძნობთ, რომ სიტუაცია ლაგდება თქვენს სასარგებლოდ, ზოგიერთმა თქვენგანმა შესაძლებელია იპოვოთ კიდეც სამსახური, სადაც იქნება მშვიდი ატმოსფერო, კარგი პირობები, მისაღები სამუშაო გრაფიკი, თუმცა უმეტესობისთვის ეს პერიოდი იქნება დრო გააზრებისთვის. დაფიქრდებით, რა მიზეზები გიშლით ხელს დასაქმებაში და თვითრეალიზებაში. აღმოაჩენთ, რომ ეს ფაქტორები ძირითადად თქვენშია, თქვენს მიდგომებსა და დამოკიდებულებაში. როგორ ხედავთ ან ვერ ხედავთ თქვენს თავს საქმეში, რაზე ხართ ან უნდა იყოთ კონცენტრირებული.
და ეს პერიოდი მოგცემთ შანსს გამოასწოროთ, ასე ვთქვათ, გააჯანსაღოთ თქვენი დამოკიდებულებები და განწყობა. გაირკვეთ თქვენს სურვილებში, ჩამოყალიბდეთ თქვენს პრიორიტეტებში და როგორც კი საკუთარ თავში დავაგდებით, შესაძლებლობების კარიც გაიხსნება საქმიან სფეროში. მათთვის კი, ვინც თვითდასაქმებულია ან საკუთარ ბიზნესს მართავთ, მონეტების რვიანი ერთ-ერთი საუკეთესო ენერგია ამ პოზიციისთვის. ეს ბარათი მიგითითებთ, რომ აგვისტოს განმავლობაში მოგეცემათ თვითრეალიზების კარგი შანსები, გექნებათ სამუშაო განწყობა, იქნებით პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებულები, შესაძლებელია გაიზარდოს მოთხოვნა თქვენს პროდუქტზე ან სერვისზე, გააჩნია რომელ სფეროში მოღვაწეობთ და ზოგადად საქმეს სიამოვნებას მოგანიჭებთ, მაშინაც კი თუ დატვირთული გრაფიკის გამო ზოგჯერ გადაღლასაც იგრძნობთ. რაც შეეხება თქვენს ფინანსებს აგვისტოში, მე-13 მაღალი არკანის სიკვდილი, ამ პერიოდში ფინანსურ სფეროში მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციის პროცესში შეხვალთ. ეს იქნება დრო, როდესაც ფინანსების მართვის ძველი მეთოდები, შემოსავლის ძველი წყაროები ან ხარჯვის ჩვევები თავის თავს ამოწურავს და საჭირო გახდება მათგან გათავისუფლება. ამიტომ მნიშვნელოვანია აგვისტოს განმავლობაში მეტი სიფრთხილით და ყურადღებით მოეკიდოთ ფინანსურ საკითხებს. ერთი მხრივ ეს ენერგია შეიძლება გამოიხატოს კონკრეტული შემოსავლის წყაროს დასრულებით, მაგალითად სამსახურიდან წამოსვლით, პროექტის დასრულებით, ან დახურვით, რომელიც აქამდე გიქმნიდათ სტაბილურობას, თუმცა მეორე მხრივ სწორედ ეს დასრულება გახდება მიზეზი, რომ მეტი თავისუფლება იგრძნოთ და დაიწყოთ შემოსავლის ახალი გზების ძიება. მოიფიქროთ ახალი პროექტი, ახალი საქმიანობა, ან სრულიად სხვა სამუშაო პოზიციაზე დაიწყოთ ფიქრი. პოზიტიურ ასპექტში ეს ბარათი შეიძლება მიუთითებდეს ფინანსური ვალდებულებების დასრულებაზეც, მაგალითად კრედიტის დახურვაზე, ვალებისგან გათავისუფლებაზე, ზოგადად იმ ფინანსური ტვირთის მოხსნაზე, რომელიც დიდი ხანია გაწუხებდათ. ამასთანავე თვის მთავარი ენერგიის გათვალისწინებით, ამ პერიოდში შესაძლებელია მნიშვნელოვნად შეიცვალოს თქვენი დამოკიდებულება ფულთან. გაცნობიეროთ, რომ გარკვეული ჩვევები ხელს გიშლიდათ პირადი დოვლათის შექმნაში, თანხის დაგროვებაში ან ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაში და სწორედ ამ პერიოდში დაიწყოთ ამ ჩვევებზე მუშაობა და მათი შეცვლა. ამ პერიოდში ასევე შესაძლებელია მკაფიოდ გააცნობიეროთ, რომ მომავალში აღარ გსურთ მუშაობა მხოლოდ ფულის შოვნისთვის, გინდათ ისეთი საქმე აკეთოთ, რომელიც თქვენთვის მეტად საინტერესო იქნება და შინაგანად მეტ კმაყოფილებას მოგიტანთ და სწორედ ამ გზით შეძლოთ შემოსავლების გაუმჯობესებაც. მაგრამ ჩემი აზრით, აქ საუბარი არ არის ერთ კონკრეტულ მოვლენაზე, საუბარია პროცესზე, რომელიც უკვე დაწყებულია და უკან დაბრუნებას აღარ ექვემდებარება. ამიტომ მნიშვნელოვანია ეს და მომდევნო თვეებიც გაიაროთ მეტი სიფრთხილით, მეტად დაკვირვებულად, არ ჩაებღაუჭოთ იმას, რაც უკვე აღარ მუშაობს და რაც უფრო მშვიდად და გაცნობიერებულად მიიღებთ ამ ცვლილებებს, მით უფრო ბუნებრივად და სუბუქად ჩაივლის ეს ტრანსფორმაციაც თქვენთვის. ნახოთ რა რჩევას გაძლევთ სამყარო ამ პერიოდისთვის. კვერთხების 10-იანი, ნუ გადაიტვირთავთ საკუთარ თავს, ისწავლეთ საქმეების და პასუხისმგებლობების დელეგირება და გათავისუფლდით ზედმეტი ტვირთისგან. არ არის საჭირო ყველაფერი საკუთარ თავზე აიღოთ, ეცადეთ შეიმციროთ სტრესი, უარი თქვით იმ ვალდებულებებზე, რომლებიც თქვენი გასაკეთებელი არ არის და შეინარჩუნეთ ენერგია უფრო მნიშვნელოვანი მიზნებისთვის. სწორედ ასეთი გონივრული მიდგომა დაგეხმარებათ მიმართოთ თქვენი ძალისხმევა სწორი მიმართულებით, რომ მიაღწიოთ ნამდვილ და მნიშვნელოვან წარმატებებს. ასეთი იყო 2026 წლის აგვისტოს ტაროსკოპი ვერძებისთვის.
ვისაც გსურთ მიიღოთ უფრო კონკრეტული პასუხები ინდივიდუალურად თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე გელით პირად კონსულტაციაზე, მომწერეთ. ჩემი ყველა საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია ვიდეოს ქვემოთ ინფობოქსში. თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, გთხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და აუცილებლად დამიტოვეთ კომენტარები, რამდენად რეზონირდა მოცემული ინფორმაცია თქვენთან. გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენს მიერ გამოვლენილი აქტივობა მნიშვნელოვანი мотиваციაა ჩემთვის, კლავაც მოგაწოდოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.